თითქმის 3 თვის განმავლობაში შეჩერებული საქმიანობა და 500 განუხილველი განაცხადი. ბათუმის საკრებულოს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისია ამ დრომდე არ არის დაკომპლექტებული. ოპოზიცია კვლავ მმართველი გუნდის სისუსტეზე საუბრობს, საკრებულოს უმრავლესობაში კი გაჭიანურების მიზეზებს ასახელებენ. რა აფერხებს კომისიის წევრთა შერჩევას და ვინ განიხილება თავმჯდომარის პოსტზე? სულხან მესხიძე არკვევდა დეტალებს. ორთვაზე მეტია ბათუმის საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმიანობა შეჩერებული აქვს. კომისიის შეჯერების შედეგად უწყებაში 500-მდე მოქალაქე განცხადების განხილვას ელოდება. საკრებულოს იურიდიულ განყოფილებაში განმარტავენ, რომ ახალი კომისიის შექმნა საკრებულოს მომდევნო სხდომაზე იგეგმება. კომისიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. ძველ შემადგენლობა საკრებულოს გაუვიდა უფლებამოსილება, დაკომპლექტებულია საკრებულო ახალი წევრებით და შესაბამისად აღნიშნულ საკითხს საკრებულო პირველივე სხდომაზე, რომელიც ჩაინიშნება მომდევნო კვირას, განიხილავს და დააკომპლექტებს საკრებულოს ახალ აღიარების კომისიის ახალ შემადგენლობას. დღეისათვის დაახლოებით განსახილველია 500-მდე განცხადება და უახლოეს დღეებში დაიწყებს კომისია მუშაობას. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ახალი კომისიის შექმნის გაჭიანურებას საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან საქმის უცოდინრობას უკავშირებს. ცნობილია, რომ კომისიის ერთ-ერთ წევრად პარტიიდან სწორედ ნოდარ დუმბაძე იქნება წარდგენილი. უკანონოდ შეჭრილი, შესახლებული, დაკავებული მიწის პარტი იქნება თუ შენობა. ამ კომისიის როდესაც შემოვა განცხადება, კომისია ვალდებულია განიხილოს, შეაფასოს კომისიის შექმნა არ შექმნის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდების დაწერით არ მომავალ ამას, ეს არის უცოდინარობის და უუნარობის ბრალი, იმიტომ რომ როდესაც საკრებულო შეიკრიბა, პირველი საკითხი მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აღნიშნული კომისია უნდა შემდგარიყო. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბატონო დას, იმიტომ რომ მე ვეტყოდი, რომ იმათ იმდენად არ ქონდათ არასოდეს საქმე და რეალურად ამ საქმით არ იყვნენ დაკავებულები, მიჩვეული იყვნენ ეგრეთ წოდებულ ლაყაპს და იგივეს აგრძელებენ. ეს არც ისე იოლი საკითხია გადასაჭრელად, იმიტომ რომ აუცილებლად იმ 25-ში უნდა გამოირჩიოს ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება ნამდვილად პატიოსანი და ამ კონკრეტულ საკითხს წარმართავს კარგად. დღეს მაცნესთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი სატელეფონო საუბარში ინფორმაციას ადასტურებს. პროცესში გადაწყვეტილი არ არის შეჯერებით ეს პროცესი და ნახოთ ახლა მუშაპროცესში გადაწყვეტილი ოქროს იმისნება და რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ჩემი პოზიცია ამ საკითხებში არის, რომ სავარაუდოდ მე ვშევიდე. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პრეროგატივა საკრებულოებს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე 2007 წელს მიენიჭა. ბათუმის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის საქმეს საგამოძიებო სამსახურები იკვლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ განხილვამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა.